თავი მეცხრე. მოუხმო 12-ს, მისცა მათ ძალა და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე, რომ განეკურნათ სნეულებანი. მიავლინა ისინი ღვთის სასუფებლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად. უთხრა მათ: არაფერი წაიღოთ გზაში, არც ხელჯოხი, არც ფუთა, არც პური, არც ვერცხლი და არც ორი მოსასხამი იქონიოთ. რომელ სახლშიც შეხვიდეთ, იქ დარჩით და იქიდანვე გაემგზავრეთ. ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას თქვენ ფეხთაგან მტვერი დაიბერდგეთ მათ წინააღმდეგ დასამოწმებლად. წავიდნენ და იწყეს სოფელ-სოფელ სიარული. ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ. მოისმინა ჰეროდემ ტეტრარქმა ყოველივე, რასაც იესო აკეთებდა და გაოგონდა, ვინაიდან ერთნი იმას ამბობდნენ იოანე აღდგა მკვდრეთითო, მეორენი ელია გამოჩნდაო, სხვები ამბობდნენ ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღდგაო მკვდრეთით. ჰეროდემ თქვა: იოანეს მე მოკვეთე თავი, ეს კი ვინ არის, რომელზეც ასეთი რამ ესმის? და უნდოდა მისი ნახვა. დაბრუნდნენ მოციქულები და უამბეს მათ, რაც გააკეთეს. მან წაიყვანა ისინი და განმარტოვდა ბეთსაიდად წოდებული ქალაქისაკენ. მაგრამ მრავალრიცხოვანმა ხალხმა შეიტყო და გაჰყვა მას. ის ღებულობდა მათ და ელაპარაკებოდა ღვთის სასუფეველზე, ხოლო ვისაც განკურნება ესაჭიროებოდა, მათ კურნავდა. დღე რომ საღამოსკენ გადაეხარა, მივიდნენ მასთან და უთხრეს: გაუშვიეს ხალხი, რომ წავიდნენ გარემო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საზრდოს საშოვნელად, ვინაიდან აქ უდაბურ ადგილას ვიმყოფებით. უთხრა მათ: მიეცით საჭმელი. მათ უპასუხეს: 5 პურისა და 2 თევზის მეტი არაფერი გაგვაჩნია, თუ არ წავედით და საჭმელი არ ვუყიდეთ მთელ ამ ხალხს. რადგან იქ 5000-მდე კაცი იქნებოდა, მან უთხრა თავის მოწაფეებს: დასხით ისინი ჯგუფებად, თითოში 50-მდე იყოს. ასე მოიცნენ და დასხეს ყველანი. მან აიღო 5 პური და 2 თევზი. ზეცას ახედა, აკურთხა, დაატეხა და მისცა მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ ხალხისათვის. ყველამ ჭამა და გაწყა, ხოლო დარჩენილი ნატეხებით 12 გოდორი გაავსეს. ერთხელ, როდესაც განმარტოებული ლოცულობდა და მოწაფეებიც მასთან იყვნენ, იესომ კითხა მათ: რას ამბობს ხალხი, ვინ ვარ მე? მათ მიუგეს პასუხად: იოანე ნათლისმცემელიო, სხვები ელიაო, სხვები კი ვინმე ძველი, აღმდგარი წინასწარმეტყველიო. იესომ უთხრა: თქვენ კი რაღაც ამბობთ, ვინ ვარ მე? პეტრემ პასუხად უთხრა: ღვთისმსხებული. მაგრამ მან სასტიკად უბრძანა მათ არავისთვის გაემხილათ ეს. უთხრა მათ: კაცის დის ხოდრია მრავალი ტანჯვა აიტანოს და უარყოფილ იქნეს უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მიერ. მოკლულ იქნეს და მესამე დღეს აღდგეს. ყველას გასაგონად კი ასე თქვა: თუ ვინმეს უნდა გამომყვეს, უარყოს თავისი თავი. ყოველდღე იტვირთავდეს თავის ჯვარს და მომყვებოდეს. ვინაიდან ვისაც სურს თავისი სული იხსნას, იგი დაღუპავს მას, ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს მას, იგი იხსნის მას. რადგან რა ხერია ადამიანისათვის, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს? რადგან ვისაც შერწყობა ჩემი და ჩემი სიტყვებისა, კაცის ესაც შერწყობა მისი, როდესაც მოვა თავისი მამისა და წმინდა ანგელოზების დიდებით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ღვთის სასუფეველს. ამ სიტყვებიდან 8 დღის შემდეგ პეტრე, იოანე და იაკობი წაიყვანა თან და მთაზე ავიდა სალოცავად. როცა ლოცულობდა, სახის გამომეტყველება შეეცვალა, ხოლო სამოსელის პედაგი ელვარე გაუხდა და აჰა, მასთან საუბრობდა 2 კაცი, ესენი იყვნენ მოსე და ელია. ისინი გამოჩნდნენ დიდებით და ლაპარაკობდნენ მის წასვლაზე, რომელიც იერუსალიმში უნდა აღესრულებინა. პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით და როცა გაეგვიძათ, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომარე 2 კაცი. ხოლო როცა ისინი შორდებოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს: მოძღვარო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. მოდი გავაკეთოთ 3 კარავი, ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთი ელიას. ვინაიდან არ იცოდა რას ლაპარაკობდა. ამას რომ ამბობდა, გამოჩნდა ღრუბელი და მიუჩრდილა მათ. ღრუბელში რომ შევიდნენ, შეეშინდათ. ღრუბლიდან გაისმა ხმა, რომელიც ამბობდა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მას უსმინეთ. ეს ხმა რომ გაისმა, ისო მარტო დარჩა. ისინი კი დადუმდნენ და არავისთვის უთქვამთ იმ დღეებში, რაც იხილეს.
მეორე დღეს, როდესაც მთიდან ჩამოვიდნენ, ბევრი ხალხი შეეგება მას. უცბად იმ ხალხში ვიღაცამ შეყვირა: მოძღვარო, გევედრები მოხედე ჩემს ვარს, რადგან მხოლოდ შობილია ჩემი. სულს აყავს შეპყრობილი, უეცრად წამოაყვირებს, ახეთქებს მას, დუჟს ადენს, თავპირს ალეწავს და ძნელად თუ განშორდება. თხოვე შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს. ხოლო იესომ უთხრა პასუხად: ჰოი ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ, როდემდე ვიყო თქვენთან და გითბინოთ, აქ მომგვარე შენი ვაჟი. ვიდრე მოვიდოდა, ეშმაკმა დაახეთქა და დაუწყო კრუნჩხვა. იესომ შერიცხა არაწმიდა სული, განკურნა ყრმა და ჩააბარა თავის მამას. ყველას აუცებდა ღვთის დიდება. რა კი ყველას უკვირდა ყოველივე, რასაც იესო აკეთებდა. უთხრა თავის მოწაფეებს: ყურად იგეთ თქვენ ეს სიტყვები, კაცისძე გადაეცემა კაცთა ხელში. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ ამ ნათქვამს და იგი დაფარული იყო მათგან, ისე რომ ვერ ჩასწვდნენ მას, ხოლო ამ ნათქვამის შესახებ რომ ეკითხათ, ეშინოდათ. ერთი აზრი კი დაებადათ, ვინ უფრო დიდი იყო მათ შორის. იესომ, რომელიც ხვდებოდა მათი გულის რახვებს, მოიყვანა ბავშვი და თავის წინ დააყენა. უთხრა მათ: ვინც ღებულობს ამ ბავშვს ჩემის სახელით, ის მემღებულობს, ხოლო ვინც მემღებულობს, ის ჩემს მომავლინებელსაც ღებულობს, ხოლო ვინც თქვენ შორის ყველაზე უმცირესია, ის იქნება დიდი. იოანემ პასუხად თქვა: მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის. ჩვენ კი დაუშალეთ მას, რადგან არ დაგვყვება ჩვენ. იესომ უთხრა მას: ნუ დაუშლით, ვინაიდან ის, ვინც თქვენს წინააღმდეგ არ არის, ის თქვენსკენაა. როცა მოახლოვდა მისი ამაღლების დღეები, იბრუნა პირი იერუსალიმში ასასვლელად. წინ და წინ მიავლინა მაცნეები. ისინი გაემგზავრდნენ და შევიდნენ სამარიელთა სოფელში, რათა გაემზადებინათ მისთვის. მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან პირი იერუსალიმისაკენ ჰქონდა მიმართული. ეს რომ დაინახეს მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ უთხრეს: უფალო, თუ გნებას, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა. მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუწყრა და უთხრა: არ იცით, ვისი სულისანი ხართ? ვინაიდან ძე კაცისა მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპავად, არამედ სახსნელად, და წავიდნენ სხვა სოფელში. გზას რომ ადგნენ, ვიღაცამ უთხრა მას: გამოყვები, სადაც კი წახვავ. იესომ უთხრა მას: მელიებს სოროები აქვს და ცისფრინველთ ბუდეები. კაცის ძეს კი არა აქვს თავის მისადრეგი. მეორეს კი უთხრა: გამომყევი. მან თქვა: უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამა ჩემი დავმარხო. მან კი უთხრა მას: მკვდრებს დაანებე თავიანთი მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღვთის სასუფეველი. სხვამაც თქვა: მე გამოყვები, უფალო, ოღონდ ჯერ ნება მომეცი, რომ ჩემს შინაურებს გამოვემშვიდობო. უთხრა მას იესომ: არავინ გამოდგება ღვთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში და თან უკან იხედება.